გამარჯობათ, მოგესალმებით, მე გახლავართ ირაკლი ზაქარიაძე. 2025 წლის 25 ნოემბერია. მე ვარ პარიზში. როგორც თქვენ იცით, მივმართე ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც არანაირი რეაგირება არ გააკეთა და მინდა კიდე ჩემო ქართველო ხალხო, შემდეგი სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ, ვინ არის საქართველოში. მე ვარ კრიმინალი, თუ ვისაც ჩამოგიტვლით ის, რასაც თქვენი გულისხმა გეტყვით, ისე მოიქეცეთ, ისე დაიჯერეთ. ფიცა ვარ, ვილაპარაკო ყველაფერი სიმართლე, არაფერი სიმართლის გარდა. გთხოვთ მომისმინოთ. გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის, მომხდარის შესახებ, რაც მე მოგიყევით კაკაბაძის ძალადობასთან და მაჭარაშვილთან დაკავშირებით. ასევე ის რუსლან კაკაბაძეს წილში უზის ნარკოტიკების გაყიდვაში, სუტინიორობაში, როგორც თამარ ბეჟანიშვილი და როგორც დავით გელაშვილი და ციცინო მაჭარაშვილი. ციცინო მაჭარაშვილი მარტო კი არ გაიყიდა. ის რუსლანი კაკაბაძეს თანამზრახველი გახდა ნარკოტიკების გაყიდვაში და სუტინიორობაში თამარ ბეჟანიშვილის და დავით გელაშვილის დახმარებით, რომლებიც ორივე მოსამართლეები არიან, დღეს მოქმედი, რომლებიც სპიდიანები არიან და რომლებიც მორფინისტები არიან. ასევე მინდა მოგაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია. ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს მისი ცოლი სანდრა როლოსი ყიდდა ადამიანის ორგანოებს. გული, ღვიძლი, თირკმელი, რა ვიცი მე, რაც შეეხება ადამიანს იშლებოდა და არაერთი ლაპარაკი იყო, მაგრამ ბოლომდე არ დასრულებულად ძიება. დღეს, როდესაც ივანიშვილი მოვიდა, გადმოიბარა რუსლანი კაკაბაძემ ეს ბიზნესი და რუსლანი კაკაბაძე თავის დედასთან ერთად და თავის მეუღლესთან ერთად ქალაქ ბათუმში არსებული საავადმყოფო საგიტარიუსი, სადაც რუსლანი კაკაბაძეს ცოლი არის მთავარი ექიმი და როგორც ვიცი, თავისი ხვედელიძე ელიტას კუთვნილება. იქ ჩემო მეგობრებო, ჩემო წვილო ხალხო, გეუბნებით სიმართლეს, არაფერ სიმართლის გარდა გეფიცები ყველა წმინდანს. იქ იშლება ადამიანი და იქ იყიდება გული, ღვიძლი, თირკმელი, ფასოვდება და მიდის ექსპორტზე. რუსლანი კაკაბაძეს ოჯახს წილში უზის ციცინო მაჭარაშვილი, დავით გელაშვილი და თამარ ბეჟანიშვილი. ამ ყველაფერში თავში მიდის წილი ბიძინა ივანიშვილს. ესენი არიან სუტინიორები, ადამიანის ორგანოებით მოვაჭრები, არიან ნარკოტიკების გამსახებლები და ერთმანეთში გადახლართულები, ადამიანი არ შეიძლება ასეც უწოდო. ამ ყველაფერს ამართლებს და ლოცავს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ადამიანის ორგანოების ვაჭრობით, ნარკოტიკებით და სუტინიორობით წილი მისდის. რა გიყვით მამებო, თითქოს და არ იცოდით. კარგი ბატონო, ეხლა ხო გაიგეთ ყველაფერი. მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არც არსად არ ვიმალები და არ მინდა უბრალოდ ლაპარაკი გამეწელოს. თქვენ გადაწყვიტეთ ყველაფერი, მე კიდევ ერთხელ გეუნებით, ყოველივე ეს ციხიდან ტელეფონითაც მაქვს ნათქვამი პარლამენტში, ირაკლი შოთაძესთან, სანამ გაიქცეოდა და წავიდოდა ახალ გენერალურ პროკურორთან, სახალხო დამცველთან, არსებობს ასლები და არსებობს ელექტრონული პოსტები, რომ მე ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს და კიდევ ერთხელ გეფიცებით ყველას, ვინც თუ მყავს ეს ფირი, როდესაც დაიდება YouTube-ზე, ჩემი სიცოცხლეში არ წაიშლება. არ წაიშლება მანამ, სანამ პასუხისგებაში არ იქნება მიცემული ბიძინა ივანიშვილი, რუსლანი კაკაბაძე, აღარ მინდა ახლა ამ გვარების ჩამოთვლა რო დავიწყო, დაახლოებით 1000 წული არიან, რომლებიც გადაჯაჭვული არიან, პლუს ამას კათალიკოს პატრიარქი, თუ ვინმე დასაჭერია და თუ ვინმეზე რამე არის სათქმელი, ეს არის ილია მეორე, რომლებიც მდევნიანმე მე არ გავჩერდები, არ გავჩერებულ ვარ და არც ვაპირებ გაჩერებას. ამით, ეხლა დაგემშვიდობები, რამდენია უყურებ, ახლა 4 წუთს გადაახტა, აღარ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რო იცოდეთ, თქვენი გულის ხმა რასაც გეტყვით, ისე გადაწყვიტეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ყოველივე კარგს გისურვებთ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ. Vai con Dios, amigo.